საღამოშვიდობისა გარედან ხალხნო. ღამე მშვიდობს, просто 9 საათი 10 დაიჭირა. საათს არ შემიხედავს, არ ვიცი. ასე და 9 საათზე არ წევა კინო. ხო. შეიძლება ორამ დროს გამოვდივარ. ყოველ გამოსვლაზე არ ვიღებ ნამდვილად. იმიტომ რომ ის არის რა ქვია. არ იქნება საინტერესო ყოველ დღე ერთი და იგივე. სიჩუმია. სიწყნარეა. აურანაირად არის ჩემი თმები. და მიჭირე გეღვეწები არიქო. უღონდაც რა. ხალხო თმათ ვარ შევიკარი რანაირად ამაკ. ზღარდივით. მზეს უმზირას მივირთმევთ. ხო. ჯიბე გატენინი მაქვს. ვაი. დამატრიალა. ვახტება თქვენსკენ კარგი და ახალი. ჩვენსკენ დავდივართ. უცელი გამომიჩნდა. არ ჩანხარში. სამსახურში. მივდივართ გამომიჩნდეს ეგ არაფერი, მაგრამ. რა ვიცი. მაინც ზოგიერთები დავდივართ სამსახურში ხალხო. ყოველ დილაზე ჯერჯერობით. აუატრიკინდა ისევ. მოტო. დადი დაიძინე დაღამდა. თუ არ იძინე. მე არ მეძინება და იმიტომ. მე ფეხით დავდივარ მოტოთი არა რა, აბდულჩაჰილივით ავპრიალებული ვარ შუბლზე. იქიდან გამოდის მანქანა, მეთქი საიდან მოდის. რა ჯანავა მეცა შუბლზე, რა ძალიან პრიალებ რატომაც. შუბლზე პრიალებ თქო. სხვათა შორის კაიგარი ის არის. ამინდი. ხო, კაიგარემო, აი, ჰაერი. რა ჯანდავა მეცა. იკვინა რაღაცა. იკვინებიან, ხო, გარეთ ვერ დამჯდა. საზისყრად. აუ. ოკეი. ძალიან იკვინებიან. ძალიან იკვინებიან რაღაცები. შეიძლება რომ გვინდა მეტი გზაა. ხალხნო. სეინობა გვინდა, მაგრამ აი ესენი, აი. ესენი არის ჩემი მტერი. რამდენია თან? როდის გადაიყვავილებს? დღეს ცოცხი დამეშალა. ცოცხი დაეშალა დღეს. სახში. ხო, მართლა რა გამახსენდა ხალხო? ის არის რა ქვია. დღეს მეძინა შუა დღეზე და ის არის. შენ თუ რო წახვედი, ნონა და ვეცხო წავიდნენ. ხო და. არ მეძინა შენ რო წახვედი. ჩამეძინა მე და. როდის წავიდნენ ვერ გავიგე. მე მეგონა დილა იყო. და იმას ავქენი რა ქვია, სიზმარში ვნახე.
ვითომ დილა იყო, დამაგვიანდა სამსახურში და გვაგვიანდა წამოვხდი კარგად საწოლიდან. ჰა? დავიხედე რატომაც ვიედა, რატო წევარ. ღამე მეგონა უცბად, დილა მეგონა. რატო ვიწექი ღამე ესე? ჩაცმული თქო. ხო და უცბად საათს შეხვედე. აღარ იყო ღამე და დავანებე თავი. დილა არ იყო. მე იმას ავქერი რა ქვია. დავმშვიდი ცოტა. ისეთი წამოვხდი ხალხნო რომ თან ფიქრობ რა დილა რანაირად თარი თქო ასე უცბად როგორ გათენდა თქო. ალბათ ნამძინარევმა სიმართლე რომ ნახე ეგ სიმართლე რომ ნახე ვეც გავიაზრე რა მოხდა. სიზმარი ეგრე იმ ხელაზე დავიყვირე თან უიმე დედა დამაგვიანდა თქო და გვაგვიანდა სამსახურში თქო. მე რო არ ვიყავი გეძახე სამსახურში დაგვაგვიანდა თქო გეძახე და მე საათზე ამოვედი და მივხვდი რომ ის იყო რა ქვია. ნუ არ იყავი მე მივხვდი რომ იქით იყავი. ყავაზე იყავი. და თავიდან მეგონა რომ მე არ გამაღვიძა თქო. მე თვითონ წავიდა მარტო თქო. ხო. ასეთი რაღაც დაგმართნიათ? ამხელა ის გამივარდა. ზესუმზირა. ის რატო თქვენ ზესუმზირა? აბა რა ვიცი. ქართულად ზესუმზირა ქვია და რა ვიცი. ცუდი სუნი დგას. Sunflower. აქ მაგ სახში სადაც შევიდნენ ახალი მეზობლები არიან და არ ვიცი ვინ არის. ამ ხელაზე ავწიე. ჩხილები მაქვს ძალიან ცუდად მოჭრილი. ამეთვის. ძალიან ძირში ვიცი ხოლმე ხალხო. ეგრეც არ შეიძლება. აქ სახლები არიან. აქ არ ვიცი ვინ, აქაც ვიღაცები არიან და არ ვიცი ვინები არიან. რაღაც კაცია მგონი. ცოტა ხნის წინაც გავიარე ეს გზა ხალხო. თუთები ყრია ქვეყანა. აი ეს არის თუთის ხე. და ქვეყნის ყრია. ძირს.
ხოდა რა ხუთა უაზროდ წინდება ხალხო და ჩვენ გემინდა თუთა ო თან ზოგი ხე ისე უაზროდ მაღალია რომ ვერ გამოიყენებ ეს მიწვდები ხო ვერ მიწვდები სოფიოში სადაც თუთა აი ასპინძის ხარეზე და იმაზე იყენებენ სხვათა იმას ყრია იმას აფენენ რა ქვია რა ქვია ბაქმას აკეთებენ ხო მურაბას აკეთებენ ხო და ის არის აქ ბაქმაზი ხალხო სამკურნალოაო მაგრამ მე არ მიყვარს მე ვერ ვჭამ მაგას ჭამ რა ალბათ ერთ კოზი უნდა შეჭამ თუ რა უნდა აქ ასნა მიყვა ძალიან ტკბილია და ძალიან რაღაცნაირი გემოა ხო გქონია ხოლმე მაგრამ არ შემიძლია სადაც წავიდეთ იქით თუ აქ იქ თავეთ იქ რო იქ ბნელა ძაღლი არის იქ ბნელა აა ძაღლი არის რა გაცო ყოველ დღე გავდივარ ამ გზას ხო და მე სუნელმა ერთხელ წამოვიღო ტელეფონი ხო შეიძლება ჩავთო ვიდეო და გადავიღო ხო ეს გზა არ გადამიღია რა ვიცი ღმერთო სკლეროზი მე მაგ დაწყებული ხალხნო რაღა აქვს ეს მეექვსე ჩემდა დღეს უკვე ამ ფერი მანქანა შავი მამიდია იდეონა ოპერაციო იმწია სხვათა შორის მე წელი მატყოვინებს ხოლმე და ჯეჯობით არ ამტკივა აი რა აგე ამ ხელა ძაღლი მოდის სადაო ის ძა იმას მოსდევს მანქანას მაგასია მაგისია ამიტომ მოსდევს არა დიდი ეგ არის მე დიდი მეგო მე დამაეჭვე მე მგონა ის იყო რა ქვია აზურთული ძაღლი მე დიდი მეგო ის მივიდა ვიც არის ასახში სიბერსაყას აი პაკეტა მანქანა როგორ და ეკონომიულია ლამბად ცოტა სიმაშუა და გზაში რომ მივდივარ ხოლმე მაღაზიაში და იმას ყველაზე ხშირად ხალხო ისინი ხვდება რა ქვია Toyota Aqua როა ო ეგა ალბათ ის არის რა ქვია იაფიც არის ნუ დიდ მანქანებთან შედარებით და ეკონომიური ალბათ
გამოსქროლი ანათებს იქ. მეორეც გამოსქროლდა. მოტო. მეორე ერთი იქ წავიდა, ეხლა მეორე გამოვიდა. რა ანათებს თან? რა მაგრა ანათებს? რა უბედურება. როგორ ანათებს? რა ვარა? ის არ მიყვარს ხოლმე ზოგ მაინც. რა ვახარ? რა ვახარ უბედურება? რა ვახარ კი არ როგორ ხარ? ხანდახან ვიღაცა ნაცნობი რო შემხვდება გზაში, რა ვახარ? რა ვახარტო? რა ვახარა უბედურება? თან ესე რო იძახენ, რა ვახარა? რა ანათებს? ხალხო? ჰა? Toyota X-ს მგონი არ ვიცი. თუ ჩოვიწეს გეიმი ქია. Toyota. ის არის ზაბორები ესე. ხო. უგუახა. რა ვანათებს? ხალხო. ეგ სიტყვა თუ მე კიდე გაიგონეთ, მსგავსი სიტყვები, შენი შუნა მომეცით. მე გამოვასწორ, რა ვახარ. რავა. უგუახათ. რა ვახარ, ბრატ? უგუახათ, ბრატ. საოცარი სიტყვები უგუახ ქართველებს. ლამაზი და კარგი და. რავა. და იცი რა არ მიყვარს კიდე? ადამიანები რო იძახის შეგვხვდება ვიღაც, ან მოგწეს იმაში რა ქვია, მეგობარი ან ახლობელი რაშვები. აიმე. რაშვები. რაშვები და ცეკვა. რაშვები. მე რა ვიცი. ძაღლი მოდის ქვემოთ. წამოვე უკრან თქო. უკრან. შეხამსა ფილმი გიკმე. რა ვიცი ორ ფეხებიც ბევრი დადის. ხალხო. მე სკოლის ქუჩაზე ღამე აღარ დავდივარ. სრული ღამისია ძაღლი შეხვდება უბედურება. ამიტომ არის აი გარეთ გადაღება ძნელია. რა პრიალებულ ვარ რა არის. რა უყურე. შობი მიპრიალე ეს. არა. რა ის კრატო ჩანს. აბა აი მეც. აბა მომხედე. არ პრიალებს ისე კრატო ჩანს, ემას რა ჩართული. აი გაზიკლდა ხაცა. თული კაცო რა გინდა იდგა სასქში. ძნელი არის გარეთ გადაღება სხვათა შორის რა. ვიღაცა გაივლის მუსიკა იქნება ჩართული, მე მიჭრა მოჭრა გიწევს.
იცი რა ძნელია ხალხო დაჭრა დამონტაჟება? მე თუ მეტეს როცა ტელეფონს იდე. ტელეფონით აკეთებ მაგ ყველაფერს. კომპიუტერი მქონდა. ის არის აქ მქონდა მშვენიერი კომპიუტერი იყო და მეჟანა დაიტეკა ვერ გავიგე. გაფუჭდა. აქეთ მოდის, აქეთ დადის ეს რაღაც. გამოუშვი. აქ არის ხოლმე აქეთ მოდის. იკმინება? არა. წყნარი ძაღლია თავისთვის დადის. იმ დღეს ფეხი ქონდა ათრეული. ცეცხლი. იჭხუბეს ალბათ ძაღლება და უყურეთ აი. ხალხო აი. ხედავთ აი. მოდი, არ ნუ გაშინი. სად არის? თუ გამოდი, გამოიარე, მოდი. მოდი შენ არაფერს გერჩი. აი, პატარა მოდის. მოდი. სად არის? ესეთი ყურები აქვს. როგორ მოკონკულებს? კუნკულა, მოხდი კუნკულა. აი. მოდი გამოიარე ბიჭო, გამოიარე. შენ ხო კაი ბიჭი ხარ? ხო. კაი. ეგრე წადი, კარგი ბიჭი ხარ? წადი. შენ არაფერს გიშინით. წადი, აი ფეხი. აი ფეხი ათრეული აქვს ისე. მე თქვი ხო არ მოგდა დღეს არ გამოჩენილა ეგ რომ მივდიოდი და. იმ დღეს პური ვაჭამე ამას. ჰა? თუ რა კბე? მუტეხილი რომ მოვიტანე, ხო გახსოვს? მაგას ვაჭამე. მიყურებდა და ვაჭამე. მე ვიცი ხო ხედავთ, იმიტომ არ მკბენს. ნაინერებს ვაჭმევ ხოლმე და აბა მაჭამოს ვინმე ნაინერები თუ უკმენ. ეს არ ვეთქვი. ძალიან ფოი მანქანა იყო. ფროი. დიდრული. ვინა ნეტა. იქიც გაუხვია. იქით. რო დავდივართ და ისე ვიღებ ხალხო. კი არ ისე იმას არ შვება რა ქვია ნელა გადის. დრო რა ვიცი. 24-ზეა. რამდენი ხანია ვიღებ და 24-ზეა? სამთელი ქვეყანა მოვიარეთ. ახლა ჩვენი ქუჩა გადავყეთოთ და ავიდეთ, ჩამოვიდეთ და გავადრო. ხო. სეკაიესა. ხელიც კი დემიბუჟდა. ვაიმე დამიბუჟდა, ვაიმე დედავეთო. ქართული თავიდან მაქვს სასწავლი.
არ იმერლებს ჩავარდი თუ რა. იმერული ლაპარაკი დავიწყე ამ ბოლო დროს. არაფერს ვერჩი, მაგრამ მაინც. გამარჯობა. მაინც იმიტომ ვამბობ, რომ იმიტომ ასწორებ სიტყვებს, რომ რა ვიცი, ძალიან ქალაქელი ხალხი ყავს და ხო იცი სოფლელები არ უყვართ. სოფლელებს ვინაცვალე მე. გინდათ თბილისში და ეს არის აქვია. დაბადებული, ხო? სადღაც მაინც საიდანღაც ხო წარმოშობა აქვს. რა აქაც ძაღლია. ვიცი მე. ჩქარა მიდიოდნენ ბავშვი, გოგოები. მე რა ვიცი. ბავშვი რომელი იყო იქ? სულ